შემოგვიერთდება ელენე თავაძე, რომელიც იმყოფება გრატოს სათბურში, როგორც უკვე ერთხელ გითხრა, ისინი წინაჩართვაში საუბრობდნენ ყვავილის გადარგვაზე და ექსტერიერის ან ლანდშაფტის მცენარეებია, მე მგონი წარმოდგენილი სათბურში. ახლა ამჯერად რაზე მოგუყვებით, რას გვაჩვენებთ ელენე? დილამშვიდობის კიდევ ერთხელ, როგორც იქნა ისევ მოგესალმებით ამ არაჩვეულებრივი სათბურიდან. ნელი, როგორც სწორად აღნიშნე, ჩვენ სწორედ ლანდშაფტის მცენარეებზე ვსაუბრობდით. ახლა მე მოგიყვებით ერთ პატარა ლეგენდას, რომლის ისტორიაზეც არის დაფუძნებული ამ ყვავილის სახელწოდება. ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა ობოლი დაძმა, რომელსაც ძალიან უყვარდა შობის დღესასწაული და ამ სოფელში იყო ესეთი ტრადიცია, რომ მამაოს ჩუქნიდნენ ყოველთვის საჩუქარ შობის ღამეს. ობოლდაძმას სამწუხაროდ არ ჰქონდა ფული, რომ ეყიდა საჩუქარი და სახლიდან საკუთარი ქოთნით მიართვეს ყვავილი, რომელსაც ჰქვია შობის ვარსკვლავი და ეს ყვავილი გახლავდა ეს წითელი არაჩვეულებრივი ყვავილები, რომელმაც ფერი სწორედ იმ ღამეს იცვალა და გახდა წითელი. რამდენად რეალურია ეს ლეგენდა და რამდენად რეალურად შეგვიძლია ვნახოთ ამ ყვავილის გარდასახვა ერთ დღეში, ამაზე სწორედ ქალბატონი ნინო გვესაუბრება. როგორ ხდება ამ ყვავილის წითლად გარდასახვა? სიამოვნებით რა, შობის ვარსკვლავზე საუბარი ნამდვილად არ მობეზრდება არასოდეს, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი მცენარეა და უკავშირდება ესეთ არაჩვეულებრივ დღესასწაულს. ახლა გეტყვით, პოპულარული მცენარეა საქართველოში ძალიან, მაგრამ ნუ ახლა მოვლის პირობებით საინტერესოა, მის ისტორიაც, ახლა ბევრ საინტერესო, ახლა ბევრჯერ უკვე თქვა ამაზე ყოფილა საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მაინც ამოუწურავი თემაა, იმიტომ რომ მაინც ახლა ინტერპრეტაცია ყოველთვის სხვადასხვანაირად მესმის. ნუ ბუნებრივია 5 წუთში ეს არ შეიცვლის. არა, 5 წუთში რა თქმა უნდა არ შეიცვლის. ეხლა ეს საერთოდ ყველას გონია რომ ეს ერთწლიანი მცენარე, იმიტომ რომ ევროპაში და ამერიკაში საშობაოდ როდესაც თქვა ამას ყიდულობენ, ან ვინმეს ჩუქნიან, ეხლა ეს ძალიან პოპულარულია, რომ ვიღაცას აჩუქო ესეთი მშვენიერი მცენარე. და ზუსტად ამ ფორმით, ხო? ესე ქოთნით. რა თქმა უნდა, ქოთნით აუცილებლად შეგიძლია თქვა კაშპოში ჩადოთ ესე მშვენივრად. და ახლა ამას გეტყვით კიდევ რატომ არის სასურველი თქვა კაშპოთი გქონდეთ და მგონი უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ ყველაზე კარგი დრო არის მიუხედავად იმისა რომ შობა უკვე დასრულდა და ანუ ჩვენ ამ სამზადის ამ შობისთვის ვეღარ მოვესწრებით რომ მოვუაროთ და მწვანე გარდავსახოთ წითლად, მაგრამ შემდეგი შობისთვის შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ ზრუნვა. კი, რა თქმა უნდა, ახლა ამას მეუცებ გეტყვით. ესე იგი ეს არის მრავალწლიანი მცენარე, რომელიც მექსიკაში ღია გრუნტში ხესავით იზრდება, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა ჩვენთან ღია გრუნტში ვერ იქნება, იმიტომ რომ ტემპერატურას ხელს არ უწყობს ამას. ახლა გეტყვით სულ რამოდენიმე სიტყვით აი მის მოვლის პირობებს და ზუსტად ის როგორ წითლდება და ფერს როგორ იცვლის. ეს ჩვეულებრივ ეს არის მწვანე მცენარე, მაგრამ ამის ფერი დაიჯერეთ და ეს არის მწვანე. არის დამოკიდებული. კი, აი ესე ჩვეულებრივი, აი როგორც მწვანე ფოთლები აქვს, ქვემოთ ესეთი მცენარეა, მაგრამ ესე იგი დღის ხანგრძლივობა როგორც კი იკლებს, ანუ ოქტომბრის ბოლოდან იწყება ამ მწვანე ფოთლების შეფერადება ნელ-ნელა და აი ეხლა მე განახებ ზუსტად აი დაახლოებით აი ესე ნელ-ნელა ახლა ამასაც ეთყობა აი ნახე შეგვიძლია დავაფიქსიროთ უკვე ნელ-ნელა შეწითლებული ნელ-ნელა შეწითლებული ახლა რა თქმა უნდა ახლა ამას უკვე გაუჭირდება და 12 საათი მაინც უნდა იყოს სიბნელე აბსოლუტური ოღონდ რომ მცენარემ ფერი შეიცვალოს მაგრამ ახლა როგორ არის სახლის პირობებში სიბნელე როგორ უნდა შევქმნათ სახლის პირობებში ახლა ადამიანს რა თქმა უნდა უჭირს იმიტომ რომ ჩვენ იქ სინათლე გვინთია აი კომპიუტერია ჩართული ტელევიზორი და ეს უკვე ხელს უშლის ამას ყუთი დავაფაროთ ხო ამიტომ თქვა რომ თუ გვინდა, თქვათ, ამ სცენარეს შევიძენთ წელს, ის სადღაცა მარტის ბოლოსმდე იქნება ესეთი წითელი ფერით, შემდეგ ნელ-ნელა ეს წითელი ფერი შეიცვლება, ნუ ეს ზედა ფოთლები დაცვინდება, შეიცვლება ეს წითელი ფერი და ამოვა უკვე ახალი პატარ-პატარა მწვანე ფოთლები, ჩვეულებრივ. ეხლა მაგ დროს უკვე სასურველია რომ გადაირგას კიდეც. ეხლა ჩვენთან გადავრგოთ, გავამზადოთ წასაღებად. ვიტყვი, აგერ ამოიღებ პირდაპირ ქოთნია, როგორც ის მცენარეა. ნიადაგი უკვე ნიადაგი სასურველია, რომ ეხლა ეს ტორფშია და ტორფი დანამულია უკვე. ტორფში იცით როგორ არის? კი, ტორფში მცენარეს საკვები ნივთიერებები კი აქვს, მაგრამ საკვები ნივთიერებები კი აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საკვები ნივთიერები რა თქმა უნდა, ესე იგი ამოწურვადია და ამიტომ სასურველია, რომ მარტიდან, ეხლა ჩვენ ვაძლევთ საკვები ნივთიერებებს და საკმარისია, მაგრამ მარტიდან სასურველია, რომ გადაირგას აუცილებლად მიწაში, ნუ გადაირგას აუცილებლად დიდ ქოთანში
ოდნავ დიჩი, იმიტომ რომ საერთოდ სასურველია რომ ყველა მცენარე მარტო საშობა ვარსკვლავი კი არა, ყველა მცენარე გადაერგოს თქვა მაქსიმუმ 2 ზომი დიდ ქოთანში, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ მის უზრუნველყოფთ მის მორწყვას უკეთესად და მის მოვლას უკეთესად. და თან რა არის, იცით მეორე მომენტი, რომ თქვა წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში რომ მცენარეს რო ვგავთ, იმას ჩვენ უახლებთ კიდეც იმ ნიადაგს, ხო, უფრო მეტ საკვებს ვაძლევთ ამითი. თქვა იმის გარდა რომ თქვა საკვები ნივთიერებები მივცეთ, ხო, თქვა თვეში ერთხელ იქნება თუ 3 თვეში ერთხელ. და ბუნებრივად რა შეიძლება რომ ეს საკვები ნივთიერებად მივცეთ ნიადაგს? ბუნებრივად ახლა შეულებრივი რო იყიდება, ესე იგი ყვავილების მიწა ის ნაკელით არის განუყიერებული, არის ორგანული სასუქები იყიდება, შეულებრივი მინერალური შეგიძლიათ მისცეთ. ახლა ეს არ არის პრობლემა, ახლა ძალიან ბევრნაირია უკვე შემოსული და უკვე აღარ არის პრობლემა და სასურველია საერთოდ მცენარეს მივცეთ ეს საკვები ნივთიერებები. მე ძალიან მინდა მორწყვის პროცესი ჩავერთო. მიწას შემოუყრით, მოუტკეპნით, შეულებრივ როგორც ყველა მცენარეს, ახლა ეს მარტო იმას არ არის, ეს დაახლოებით მარტის ბოლოს გადაურგავთ ესე და გეტყვით ახლა მე თუ გინდათ, თუ გსურთ, რომ მცენარე თქვათ ისევ მქონდეს თქვენი მომდევნო შობისთვის, აი ესეთი ფორმა, ბუჩქის ფორმა, სასურველია რომ დაახლოებით 10 სანტიმეტრის სიმაღლეზე გადაჭრათ ტოტები და ის უფრო მეტად დაიბუჩქება და უფრო დიდი ბუჩქი გექნებათ. და თუ თქვათ გინდათ რომ გაგეზარდოთ მაღალი და თქვათ ხესავით იყო და რაღაც ახლა 1 წელიწადში ხე არ გახდება რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც სიმაღლეს მიაღწევს და ნელ-ნელა ესე გაიზრდება და იქნება კი ბატონო. და მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ძირში. კი, ახლა არა, ახლა გეტყვით. საკმარისია თუ კიდევ ახლა დაუსხით კიდე საკმარისია. ახლა გეტყვით, ზოგადად ამის მორწვა, საშობა ვარსკვლავის მორწვა, ახლა ხდება როგორ? აუცილებელი, რადგან ეს არის სითბოს მოყვარული, აუცილებელია რომ 12 მინიმუმ 12 გრადუსი, ნუ ყოველას ვეუბნები უფრო 15 რა, მაინც თავს ვიზღო ხოლმე. 15 გრადუსი მაინც ქონდეთ ტემპერატურა, არ დადგა თქვა გამათბობლებთან ახლოს რომ ცხელმა ჰაერმა არ უბეროს ფოთოლზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს ფოთოლი ნაზია და მორწვა საერთოდ ახლა ჩვენ კი ზემოდან დავასხით, მაგრამ სასურველია რომ ქვემოთ დაუდგათ რაღაცა თებში და იმაში ჩავასხათ ნადგომი წყალი აუცილებლად, იმიტომ რომ ნადგომი წყალი ჯერთი არის შედარებით შემთხვარი და მეორეც ერთი ის ქლორი და ის მავნე ნივთიერებები რომელიც თქვენ მცენარეს არ არის სასურველი, ისინი ილექება და ამიტომ შედარებით ისეთი უკეთესი წყალი მიეწოდება. მაგრამ ანადუღარი წყალი რა თქმა უნდა არ უნდა იხმაროთ. და ქვემოთ დავდოთ და ის შეიწოვს. და ეხლა თქვათ კაშპოს რო ვამბობ, რომელიც შეგიძლიათ თქვენს კაშპო არის ქოთანი, რომელსაც თქვათ ნახრეტი არ აქვს. ამაში შეგიძლიათ ეხლა ეს დეკორატიული ლამაზიც არის და აქ ეხლა თებში რო არ დაუდგათ. ნახრეტი თუ არ აქვს, მე წყალს არა, ეს არის. ჩაასხავთ წყალს, რაც მას სჭირდება. ეს სპეციალურად არის ასეთი ქოთნები იმისთვის. იმიტომ რომ ამას ხო აქვს აგერ ქვემოთ ნახრეტები, ჩვენი ნახრეტები. ამაში ჩავასხავთ წყალს, აი ჩაასხეთ წყალი. ამაში ჩავასხავთ წყალს, კი ბატონო, საკმარისია, ამაში ჩავდგავთ შიგნით, ესე და ის ქვემოთ შეიწევთ წყალს. ასე რომ, ეხლა ეს მცენარე ესე ირწყება, თან ლამაზად არის, ეხლა ცოტა კი დავსვა ეს ქოთანი. და რამდენი ხნის შემდეგ უნდა ჩავასხათ კიდე? მორწვა, ეხლა არის ცოტა ისეთი საკითხი, პრობლემა. თუმცა ზოგჯერ ბევრი მოსდით ხოლმე და ისიც ვარს საერთოდ სასურველი არის, რომ მორწყვებს შორის ოდნავ როცა არის ტენიანი, აი მაშინ მოვწყათ. აი ახლა მაგალითად, აი ამას მორწვა არ ჭირდება არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამას შეხედავ და სულ არის ტენიანი. ეხლა ხელშიც რო აიღებთ, არის მძიმე. ეხლა აი ხო, ძიმეა. ეხლა აი როცა ეს ზედაპირი, მით უმეტეს როცა ტორფშია მცენარე, ზედაპირი ნახავთ, აი მშრალია, აი მაშინ შეგიძლიათ რომ უკვე მორწყათ. და თან აი ყველაზე მთავარი რაც არის და ყველას ვეუბნებით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გვირეკავს, აუცილებელი არის რომ ესე იგი როცა მორწყავთ, ნიადაგს არ შესცივდეს, ფესვებს არ შესცივდეს, თორე თუ მცენარის ფესვებზე შესცივდა, ჩათვალეთ რომ ეს მცენარე ანუ ვარეგულიროთ ოთახის ტემპერატურა. კი, ოთახის ტემპერატურა. აი ხვდებით, ეს არ არის რთული. თუ თქვათ ვერ არეგულირებთ იმ ბევრ ზედმეტ მორწყვა, შეგიძლიათ უფრო ნაკლები მორწყათ, მაგრამ როცა მოირწყება, აი მორწყვას რა ქვია, რას ქვია მორწყვა. მორწყვა ქვია იმას, რომ როცა მორწყავთ მცენარე მთელი ფესვთა სისტემა უნდა იყოს სველი. ეხლა ზოგი როგორ წყავს, იცით რაღაცა დაუსყავს ძალიან ცოტას და ეს არ არის მორწყვა. და მე არის მცენარე მაგალითად, რომლებიც მორწყებს შორის ოდნავ უნდა გამოშვეს. არის მცენარე, რომელსაც არ უნდა გამოშვეს და ყოველთვის ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი ტენი, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი და ეხლა რატომ ამასაც ვიტყვი? იმიტომ რომ ფესვს იმისთვის რომ მცენარე წყალი შეიწოვოს, აუცილებლად ჭირდება ჰაერი და თუ ჩვენ ძალიან ბევრ წყალს დავასხავთ, ჩათვალეთ რომ ჰაერი უკვე ნაკლები იქნება და მცენარე ვეღარ და წყლის შიმშილი დაეწყება. მცენარეს იქნება მორწყული და წყალს ვერ შეითვისებს. გაითვალისწინეთ, აუცილებლად ეს რჩება და ერთი კითხვა მინდა ბოლოს, ჯანმრთელობისთვისაც რომ გავითვალისწინოთ, რომელი მცენარე არის ყველაზე სასარგებლო და სად უნდა განვათავსოთ, რომ სილამაზესთან ერთად ჯანმრთელობას შევინარჩუნოთ. თუ შეიძლება ამაზეც მოკლედ ვისაუბროთ.
დასასრულისკენ წავიდეთ. აუცილებლად. ეხლა მცენარეები, აი ეხლა გეტყვით სანსივიერა ის რომელიც უადვილესი. ამას რა არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. მიხოთ იმისა რომ ყვავილი არ აქვს. უადვილესი მოსავლელია ეს. ეხლა ერთადერთი ამის ის არის რომ ძალიან ზედმეტად არ უნდა მორწყათ. აი ამისი პლუსი ეს არის რა. ზედმეტი მორწყვა არ უნდა დანჩენი. შეგიძლია დადგათ განათებული ადგილი ურჩევნია, მაგრამ შეგიძლია დადგათ ნაკლებ განათებულშიც, თქვა და არა პრობლემა და ეს ითვისებს მავნენდის სამზარეულისთვის ეს არის არაჩვეულებრივი რომ იცოდეთ, იმიტომ რომ აი რაღაც ცუდ ნივთიერებებს ქალბატონებო, სამზარეულოსთვის მარტივი მოსავლელი თან რაღაც კომპაქტური ლამაზი. ყველაზე მთავარი მარტივი მოსავლელი დილოს მოსხავთ წყალს. იცით რა არის, ზოგადად ჯობია რომ დილით მორწყათ ხოლმე ზამთრის პერიოდში და ზაფხულის პერიოდში საღამოს მოიწყას, საერთოდ სასურველია ესე. იმიტომ რომ დილის პერიოდში იმიტომ ვამბობ რომ მცენარეს არ შესწივდეს საღამომდე რომ ის მცენარე გათბეს ეს ფესვები და არ შესწივდეს მაინც დღე თბილა. კიდე ძალიან არაჩვეულებრივი მცენარეა, ეხლა ეს რაღაც ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს მაგრამ ვიტყვი რომ აი ეს მცენარე რომელიც არის დრაცენა კომპაქტი ეს ძალიან ადვილი მოსავლელი არაჩვეულებრივი მცენარე და ეხლა გეტყვით რა არის ეს ჩემი მოგონილი არ არის ნამდვილად ნასამ აღმოაჩინა რომ აი ფორმალდეჰიდებს და ესეთ ძალიან მავნე ნივთიერებებს ისრუდავს ეს მცენარე და ძალიან კარგად ასუფთავებს ჰაერს ეს არის დრაცენა ანუ სად განვათავსოთ ეს ოფისებისთვის არის არაჩვეულებრივი აი სადაც პრინტერები არის და აი ტელევიზიისთვისაც არაჩვეულებრივი ჯერ იცით აი ძალიან ლამაზიც არის რავი თუ შეხედოთ ეხლა ეს ტროპიკული მცენარეები რა ისეთ ლამაზი არის თავისი ფოთლებით მაგრამ ამას პატარა საყვარელი მცენარეებიც კი აქვს ისა პატარა მაგრამ არ არის გახსოვს არა ამას არ ეხლა არა აქვს მაგრამ საერთოდ აქ ძალიან ხო ძალიან ნუ ეხლა თავისი მის შესაფერისი რაღაც ყვავილიც აქვს რა რომელიც ლამაზია და არის კიდე აი შეფლერა ძალიან კაი მცენარეა შეფლერაც ეს არის კი ანოტივებს ძალიან კარგად და რელაქსაციისთვის არის ძალიან კარგი ანუ ადამიანის ნერვულ სისტემაზე საერთოდ ყველა მცენარე ნერვულ სისტემაზე ძალიან კარგად მოქმედებს მოკლედ ეს უკვე მზად არის იმისთვის რომ შეიძინონ მე ვფიქრობ რამდენიმე რჩევა უკვე მიეცით სასარგებლო მეც გავითვალისწინებ ამ რჩევებს აუცილებლად დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად მე კი დაგემშვიდობებით და ის გადაგრჩენიათ რომ გაილამაზოთ ყვავილებით ყოველი დღე მადლობთ ნახვამდის ელენე დიდი მადლობა გრატოს სათბურებს ჩვენ გვექნება საშუალება მომავალ კვირასაც გრატოს სათბურიდან ვნახოთ ჩართვა იმედია და ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა ეხა უკვე დრო არის სიუჟეტი ვნახოთ